ეტიქტიკებოდა. ყოველ დილით რო იღვიძებს ხოლმე, დათუნიაზე იძახის ბაჯუია მინდაო. დათუნიას ვერ ამბობს ისე კარგად და ბაჯუია მინდაო და ერთ წელს მივართმევთ ხოლმე ლოგინში და ახსნის გახარებულია და უკვე რიტუალად გადაექცა, იმიტომ რომ ბოლო 3 კვირა ამ დათუნიას მიირთმევს. დღეს დილასაც რო გაიღვიძა, დათუნია მოითხოვა და უკვე ვყიდულობთ. განზრახ რომ ეს დათუნია მივცეთ და რაღაცა სხვანაირი ტონალობით ითხოვს შევატყე უკვე, რადგან ყოველდღე აქვს ერთი ცალი დათუნია დილას საუზმეზე, საბავშვო. მე მგონია რომ თავის 3 წლიან ტვინში, 3 წლის გახდება ახლა მარტში, უკვე მიაჩნია რომ მას ეს დათუნია ეკუთვნის. და ცხოვრება მის წინაშე ვალდებულია. აი კარგ ცხოვრებას რო ადვილად ეჩვევიან ხოლმე ადამიანები, ხო იცით და ტონალობა არ მომეწონა. დათუნია მინდა, დათუნია მინდა, დათუნია მინდა და მე ვთხარი მოგცემ დათუნიას, მაგრამ ერთი ხრიკი არის ის დათუნია კი მივეცი ხელში გაეხარ და გაეღიმა და იმას ვერ ხსნის თვითონ ვერ ისეთი ქაღალდი აქვს ჭრიჭინა რომ თუ არ გახია აი ჩაის პაკეტივითა ვერ გამოიღებს და ვერ შეჭამს და გამისხენი მეუბნება გამისხენი და არა მე ვთხარი მამიკო აბა ჯერ მადლობა მითხარი არა მითხრა არა და მადლობის თქმა იცის მითხარი მამა მადლობა და გაგიხსნი არა ნახევარი საათი ვეწვალე და მადლობა ვერ ვათქმევინე ბოლოს ტვინი გაეხსნა ეს ყველაფერი ხდება დილას სანამ ეკლესიაში წავალ და გადაწყვიტა რომ მამასთან არაფერი არ გამოდისო მე მადლობა არ გადამიხადა და წავიდა დედამისთან და დედას ეუბნება გამიხსენიოდა მე შევძახე მაიკოს იქიდან რომ არ გაუხსნა თქო სანამ მადლობას არ გეტყვის თქო და მაიკოს მიხვდა რაში იყო საქმე ელაპარაკება მადლობა მითხარი დედიკო და გაგიხსნი და ვიქაც გაჯიუტდა ფეხები გააბოჯგინა პატარა ჩოკინასავით და მადლობას არ იხდის ანუ მადლიერი არ არის ბავშვი იმისთვის რასაც მშობლები აძლევენ ხელში უჭირავს კარგია მაგრამ დამოკიდებულება აქვს არასწორი რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ პატარა სანამ არის ბავშვი რაღაცებზე თვალის დახუჭვა შეგვიძლია მაგრამ როდესაც მამა უყურებს შვილს და ხვდება რომ შვილი უკვე აცნობიერებს რაღაცას შეუძლია იმის გაკეთება და სწორია ამის გაკეთება მაგრამ მაინც ჯიუტობს შეიძლება მამამ მიიღოს გადაწყვეტილება რომ შეაკავოს მისთვის რაღაცა რასაც შეიძლება მის თვალში კურთხევა ერქვას წავიდა დათუნასთან თავის ძმასთან იმიტომ რომ დათუნას უნდა დაეტოვა დღეს ეკლესიაში ვიყავით მე და მაკო ზიარება იყო აგერ ლაშაც იყო და დათუნაც გავაფრთხილე რომ სანამ მადლობას არ გეტყვის არ გაუხსნა ეგ ორცხობილად ხო და რომ მოვედი პირველი რა ვიკითხე იცით მადლობა გითხრა მეთქი კიო მაშინ ვიარაო მაგრამ ცოტა ხნის მერე მითხრა მადლობაო და გაუხსენიო და შეჭამაო იმედია არ მატყუებენ მაგრამ მე მინდა გითხრათ პრინციპზე ხშირ შემთხვევაში აი ეს ჩვენი უმადურობა არის ხოლმე ის იმის არ გააზრება რამდენ სიკეთეს გვაძლევს სუფალი და კონცენტრირება იმ გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე რომელიც დღეს გვიდგას იმ ფონზე რასაც გვიკეთებს სუფალი ხდება ხოლმე იმის მიზეზი რომ იმაზე წინ ვერ მივდივართ ვიდრე უნდა მივდიოდეთ ჩვენ ცხოვრებაში მადლიერებას ძალიან დიდი ადგილი უკავია წმინდა წერილში მეგობრებო და აი მართლა ურთულესი წელიწადი გავიარეთ 2024 წელიწადი ზოგიერთი თქვენგანისთვის განსაკუთრებულად რთული იყო დაუკარგეთ ძვირფასი ადამიანები ზოგი კი ნაღამ დაუკარგეთ ეგერ მიხარია ახლა ამ სიმპათიურ გაჩიჩილაძის კაცს რო უყურები გზურიკოს მაგრამ შეიძლება ის წარმჯდარიყო იქ ღმერთს რო არ შეენახა და შეიძლება ჩვენ იმდენი რამე აგვარიდა უფალმა რომ ვერც კი ვხვდებით დღეს ისე ვზივართ მან და აქ და ვტკბებით აი ამ შვიდობიანი წუთით და წამით თუნდაც ჩვენი ქვეყანა მეგობრებო აი იმდენად მოწყვლადია საქართველო და იმდენად ადვილად შეიძლება თავზე დაგვემხოს ყველაფერი რომ ის რომ გადაურჩით და სამოქალაქო ომი არ მოხდა ესეც ძალიან დიდი წყალობაა შეიძლება ჩვენ მეტი გვინდა შეიძლება ჩვენ მეტს ვითხოვთ გვინდა რომ იყოს ქვეყანა დამოუკიდებელი ძალიან დემოკრატიული ხელფასები მაღალი თავრობა პატიოსანი და ასე შემდეგ მაგრამ ეს მიუღწეველი იქნება თუ ჩვენ ევასავით გავჯიუტდებით და
ჯერ იმისთვის არ ვიქნებით მადლიერნი, რაც უკვე მოგცა უფალმა. და ხშირად იცით როგორ არის ჩვენ ქართველები ემოციური ხალხი ვართ მით უმეტეს და ხშირად აი ამდენი წელიწადია მორწმუნე ვარ და ხანდახან განწყობა არ მაქვს ხოლმე. იცით აი ავდგე და მადლიერებაში დავიღვარო. მაგრამ მე როგორც ზრდასრულ შეგნებულ ადამიანს ხო შემიძლია უკვე გადავხედო ღმერთის საქმეებს, გავიხსენო ღმერთის საქმეები და გადაწყვეტილება მივიღო, რომ ჩემს გრძნობებს კი არ აუყვე, ჩემს საჭიროებებზე კი არ გავაკეთო აქცენტი. ის დავაფასო, რაც უკვე გააკეთა ღმერთმა ჩემს ცხოვრებაში, რაც დავინახე და რასაც ვერ ვხედავ. რომ მადლიერების მსხვერპლით მივიდე ღმერთის წინაშე, იმიტომ რომ აი 59 ფსალმოში წერია 14-15 მუხლები, მადლობის მსხვერპლის შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაეს შენი აღთქმები. და მე 15 მუხლში პირდაპირ მოყვება. მომიხმე გაჭირვების დღეს, გადაგარჩენ და შენ განმადიდებ. ნახეთ რა, აი რატომღაც ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ეს აღთქმა მომიხმეო გაჭირვების დღეს, გადაგარჩენ და შენ განმადიდებ, მიაბას აი წინამდებარე მუხლს, მადლობის მსხვერპლი შემომწირე და შემისრულე აღთქმები შენი. ნახეთ რა საინტერესოა. ეს არის გასაღები, მეგობრებო, რომ უფალთან ცოცხალი მოქმედი აღთქმა გქონდეს. აი იგივე ფსალმონის 23 მუხლში მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას ადგას, მას ვუჩვენებ ხსნას ღმერთისას. აი ესეც თითქოს არაფერი, მაგრამ მადლობის შემოწირვით იწყება და შემდეგ აღთქმა მოდის მოქმედებაში, რომ აი ვინც მადლობას შემომწირავს და განმადიდებს, ანუ სწორ გზაზე დგას, მას ვუჩვენებ ხსნას ღმერთისას. სიმართლე გითხრათ, აი ჩვენ ხანდახან იმდენად ვაკნინებთ ხოლმე ჩვენს მსხვერპლებს ღმერთის წინაშე, აი ქრისტიანული მორწმუნე ბაგის აღმსარებელთან აყოფს, რომ ერთი პერიოდი უკვე შვილები მყავდა, აი სანდრო მყავდა, ეხლა 20 წლის გახდება, მალე 3 წლის იყო მაშინ და ქებადიდების დროს მადლობას ვეუბნები ღმერთს და აზრმა წამკრა ერთხელ თავში, რომ მეთქი ღმერთო, დავჯერე ხა შენთვის ჩემს მადლობას რაიმე აზრია აქვს. 17 წლის წინამდე ამბავს გიყვებით. და მაინც და მაინც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა ღმერთის თვალში. და მაიკოს მივაკითხეთ სამსახურში მე და სანდრო. ზაფხულია. მანქანით გავართ მაიკოს კლინიკის წინ და იქვე იყიდებოდა ნაყინი. და სანამ ველოდებოდით, სანამ იქ ჩაალაგებს ხოლმე თავის ინსტრუმენტებს, რაღაცეებს და გამოიწვის და გამოვა. მეთქი მამიკო ნაყინი გინდა? მინდაო მითხრა და გადავედი ნაყინი უყიდე, მივეცი და ეს ენა რო აუსვა ამ ბავშვმა ამ ტკბილ ნაყინს ამ ზაფხულში და სახე გაებადრა და შემომხედა და მეუბნება მამიკო, მადლობაო შენო, ყველაზე კარგი მამიკო ხარო ამ დედამიწაზე, პატარა ბავშვი მეუბნება და ვუყურებ და ისე ამიჩუხდა გული ეს ბავშვი რომ მელაპარაკება ამ რაღაცას. რა არის ახლა ეს 3 წლის ბავშვი? თითქოს რა იმისმა მადლობა მე რა მითხრა, იმდენად შეეხო ჩემს გულს მისი დამოკიდებულება. მკინაღამ დავიწყე და უფალი დაელაპარაკა ჩემს გულს და აი შე რო გონია რომ შენი მადლობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ჩემთვის ასეთი სასიამოვნოა, როდესაც ჩემი შვილები მადლიერი გულით დგანან ჩემს წინაშე. ეს ხსნის მამის გულს და მის დამოკიდებულებას რაღაც საკითხებისადმი უფრო ადვილად ანთავისუფლებს. ამიტომ მეგობრებო, სანამ 2025 წლის გეგმებს შეუდგებით, სანამ ჩვენ ხვალინდელ დღეს გავწერთ, სანამ ახალ მიღწევებზე გვექნება პრეტენზია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მადლიერი უნდა ვიყოთ თითოეული წუთისთვის, თითოეული წამისთვის, თითოეული ლუკმა პურისთვის, თითოეული ბალიშზე დადებული თავისთვის. იმიტომ რომ ყველას არ ეძლევა ამის საშუალება. მადლიერი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენ ღმერთის სულისაგან შობილი ხალხი ვართ და უფლისერად ვიწოდებით და უფალს გათვლა აქვს ჩვენზე, არა მხოლოდ ამ დედამიწაზე, საუკუნო სიცოცხლეში. ერთმა ადამიანმა
8 წლის შვილი დაკარგა. ეს ძალიან მტკივნეულია მშობლები, ვინც ხართ, ალბათ მიახლოებით შეიძლება მიხვდეთ ამას. ალბათ მოუშუშებელი ტკივილია და ეს კაცი მორწმუნე იყო და როდესაც კრებულში ადგა იცით რა თქვა, მე ძალიან მიჭირს რომ ჩემი შვილი უფალმა წაიყვანაო, მაგრამ ვიცი რომ მას ოდესღაც იქ შევხვდებიო, მაგრამ დღეს მინდა განსაკუთრებული განცხადება გავაკეთო. და ხალხი გასუსული ზის და უსმენს და მე მინდაო რომ ღმერთს მადლობა გადაუხადო იმ 8 წლისთვისო, რომელიც მან მომცა რომ ჩემ შვილთან ერთად გამეტარებინა ამ დედამიწაზეო. იცი, შეიძლება ძალიან დიდი იყოს ტკივილი, შეიძლება ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვიყოთ, მაგრამ იმ ფონზე რაღაცა მაინც აქვს ჩვენთვის ღმერთს მოცემული, რის გამოც ჩვენ მადლიერება გვმართებს, ასე რომ უფალმა გვაკურთხოს მეგობრებო, სანამ ახალ გეგმებს შევეჭიდებით, სანამ ახალ მიზნებს დავისახავთ, ჩვენი გულები უნდა მივმართოთ იქით, რომ დავინახოთ, რა გაგვიკეთა ღმერთმა, დავაფასოთ და მადლიერების მსხვერპლი შევწიროთ ღმერთს, შეუსრულოთ ჩვენი აღთქმები და შემდეგ დგება იმ აღთქმის მომენტიც, როდესაც ჩვენ მოუხმობთ მას გაჭირვების ჟამს და ის გადაგვარჩენს და ჩვენ განვადიდებთ მას. ჩვენ მთელი აი ამ წლის განმავლობაში, როდესაც მე ჩართვა მქონდა, ყველა ქადაგებაში ვახსენებდი ხოლმე ამას და ახლაც მინდა შეგახსენოთ, მეგობრებო, 3 კითხვა. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა თითოეული ჩვენგანისთვის, თქვენთვის, ჩემთვის და ბრუკლინის ეკლესიისთვის. ვიცით, რომ ჩვენ უფალმა აი ესე გვითხრა, რომ შეიკრიბეთ ქართველები, მისმა სიტყვამ ეს ძალა მოგცა, შევიკრიბე და დღეს ეკლესია არის ბრუკლინში ქართულენოვანი. მაგრამ აი ეს 3 კითხვა თითოეული ჩვენგანის გულში გამუდმებით უნდა ტრიალებდეს. იმიტომ რომ ღმერთი ისეთი ღმერთი არ არის, რომ რაღაცას აკეთებდეს, დაუგეგმავად, აი გუშინ არ ფიქრობდა და დღეს გაეღვიძა და უცებ სპონტანურად რაღაც აზრი მოუვიდა თავში და ადგა და მოდი დავიწყოთ ეკლესია ბრუკლინში. ასე არ აკეთებს ღმერთი. ღმერთს ეს ჩაფიქრებული ქონდა და წმინდა წერილში წერია, რომ ქვეყნიერების შექმნამდე მას გამზადებული ქონდა ჩვენთვის საქმეები, რომელშიც უნდა გვევლო. აი, როდესაც მოსეს უთხრა, რომ კარავი გაეკეთებინა მისთვის, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ყველა წვრილმანი აღუწერა, როგორი უნდა ყოფილიყო ეს კარავი. როდესაც დავითს და სოლომონს დაევალა, რომ ტაძარი აშენებულიყო, ყველა წვრილმანი იყო გათვლილი. ასეთია ჩვენი ღმერთი. იესო ქრისტე გველაპარაკება, რომ ჩვენს თავზე თმის თითოეული ბეწვია დათვლილი და რომ არც ერთი ბეღურა, რომელიც კაპიკები ღირს და შეიძლება არც კი ღირდეს მისი საფასურის მოტანა საუბარში, ხო? ზეციერი მამის ნების გარეშე დაბლა არ დაეცემა. წარმოგიდგენიათ, როგორ აკონტროლებს ღმერთი ყველაფერს. და როგორ შეიძლება ჩვენ გულუბრყრელოდ ვფიქრობდეთ იმას, რომ ღმერთს დაგეგმილი არ აქვს ბრუკლინის ეკლესიისთვის არაფერი. ღმერთს არ აქვს გეგმა და ჩვენ ისე ერთ დროს გაგვეღვიძა და საქმე არაფერი გვაქვს და ვიკრიბებით ბარემ რა, საქმე მაინც არაფერი გვაქვს. არა, ეს ღმერთი დებს ჩვენში სურვილს და მოქმედებას და კურთხეულია ის, ვინც მიყვება ღმერთის ამ გეგმას და ჩანაფიქრს. კურთხეულია ის, ვინც ალღოს უღებს ღმერთის ამ ჩანაფიქრს. და გზააბნეულად შეიძლება ჩაითვალოს ის, ვინც ცხოვრობს თავისი მიზნებით, ვინც ვერაცნობიერებს, რომ ღმერთს რაღაცა განზრახვა და გათვლა აქვს. და ერთხელ აი აქ ბედალაშა ვიყურებოდით აქ აივნიდან თბილისი ჩანს თითქმის მთელი და ლოცულობდი, რომ ღმერთო აი გამოაღვიძეთ თბილისი, რაღაცა მოგვაფიქრებინე ეკლესიას, რა გავაკეთოთ, მივწვდეთ თბილისს, როგორ გადავარჩინოთ ეს ადამიანები და უფალი დაელაპარაკა ჩემს გულს და მითხრა, არაფრის მოფიქრება არ ჭირდება თქვენ. მე მოფიქრებული მაქვს რა უნდა გავაკეთო თბილისში. მე გამზადებული მაქვს გეგმა ჩემი ხალხისთვის, ჩემი ეკლესიისთვის. ადამი რო დაეცა, სანამ დაეცემოდა, ღმერთს უკვე თავის გონებაში მისი გამოსყიდვის გეგმა ჰქონდა. დაბადების მესამე თავში უკვე უთხრა, როგორ მოვიდოდა ქალის თესლისაგან შობილი ადამი, მეორე ადამი და როგორ გაუსწრეს და გველს თავს და ანუ შეიძლება 1000-ობით წელიწადი დასჭირდა იესო ქრისტეს მოსვლას ამ დედამიწაზე, სანამ მომწიფდებოდა სიტუაცია, მაგრამ ღმერთს ეს გეგმა უკვე მაშინ ჰქონდა.
ასე რომ ჩვენ ხანდახან ვცდილობთ რაღაცა გეგმების მოფიქრებას, მოვიფიქროთ როგორ უნდა ვიშოვნოთ კარგი სამსახური, როგორ შევქმნათ კარგი ოჯახი, როგორ მოვაწყოთ მსახურება, როგორ გადავარჩინოთ ადამიანები და სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება ერთი რამ, ჩვენ შევეკითხოთ ღმერთს. ჩვენი გეგმებით კი არ ვიაროთ. ჩვენთვის ადვილი და მოსაწონი გზებით კი არ ვიაროთ. ღმერთს დავეკითხოთ, ღმერთს რა ჩანაფიქრი აქვს. და სანამ 2025 წლის გეგმებზე ვიფიქრებდეთ, კარგი იქნება რომ მადლიერების მსხვერპლი შევწიროთ უფალს 2024 წლისთვის, რაც არ უნდა მტკივნეული და სახიფათო და ცრემლით სავსე ყოფილიყო ის, თავისი წარმატებებით და წარუმატებლობებით. მადლიერების მსხვერპლი მივიტანოთ უფლის წინაშე და შემდეგ შევეკითხოთ უფალო, აბა რას ფიქრობ 2025 წელიწადზე? აბა ახლა რას ფიქრობ შენ, როგორ უნდა გავაგრძელო მე გზა? რაში მდგომარეობს გეგმა შემდგომი ნაბიჯებისა ჩვენს ცხოვრებაში? ამიტომ აი სამი კითხვა აქტუალური არის. რა მიზნით დააფუძნა ღმერთმა ქართულენოვანი ეკლესია ბრუკლინში? რა სტრატეგია და რესურსი ჭირდება ეკლესიას ღვთის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად? იცით რა? მიზანი ეკლესიის არსებობის მხოლოდ შეიძლება იყოს ერთი. ამ კითხვას ჩვენ რომ ვსვავთ, ეს პირველი კითხვა მაინც არის გარკვეულწილად რიტორიკული კითხვა. რა მიზანი გქონდეს შეიძლება ეკლესიას? ეკლესიის მიზანი არის იყოს ქრისტეს სხეული. გაგრძელება ქრისტეს ნებისა. ანუ თავი არის ქრისტე, რასაც ქრისტე გადაწყვეტავს და იქნება მის ნებაში, ის უნდა აღასრულოს ეკლესიამ. რა გადაწყვეტა ქრისტემ? მოვიდა დაარღვია ეშმაკის საქმეები, გაანთავისუფლა ტყვე, ნიჭები მოუტანა ზეციდან და უთხრა გახსნილია შენთვის სასუფეველის კარი. ეკლესია უნდა იყოს ქრისტეს ნების გამცხადებელი, ქრისტეს სინათლის მატარებელი, ქრისტეს ძალის გამომანთავისუფლებელი და ძალაუფლების გამომანთავისუფლებელი დაკარგული ადამიანებისთვის. ეს მიზანი ცნობილია. ახლა შემდგომი კითხვა. რა სტრატეგია და რესურსი ჭირდება ეკლესიას ღვთის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად? ჩვენ ამაზე ვილოცულობთ და ვიცით, რომ ერთ-ერთი რაც ჭირდება ეს არის ის, რომ ეკლესიამ უნდა შეიძინოს ოფიციალური სტატუსი. აი, ჩემი ჩამოსვლა ემსახურება მაგას, რომ ჩვენ ოფიციალური სახე მივცეთ ეკლესიას, რომ სარეგისტრაციოდ მოვემზადოთ ეს წინა ჩამოსვლაზე. შევისწავლეთ, შევეკითხეთ იურისტებს, რაღაცეები მოვილაპარაკეთ და ახლა წინ მივიწევთ. ამისათვის რაღაცა თანხები გჭირდება, კონკრეტული საიმედო ადამიანები გჭირდება, კონკრეტული ადგილი გჭირდება, კონკრეტული იურისტები გჭირდება, კიდევ ბევრი რამ გჭირდება იმ მახარებლობისთვის, იმ მომსახურების განვითარებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტექნიკური აღჭურვილობა იქნება თუ სხვა რამ, მაგრამ აი ეს არის ის მეორე კითხვა, რასაც ჩვენ ვსვამთ. რა სტრატეგია და რა რესურსი ჭირდება ეკლესიას ღვთის მიერ დასახული იმ მიზნების მისაღწევად, რაც პირველ კითხვაზე პასუხის გაცემისას გავიცით და ესეც ვიცით. გარკვეულწილად ყველაფერი არ ვიცით, მაგრამ რაღაცას უკვე ვხედავთ ამ მეორე კითხვაში და რაღაცისთვის უკვე ვემზადებთ. რჩება მესამე კითხვა. შენ, როგორც ერთ ინდივიდუალს, რა ფუნქცია გაქვს? აი ამ გეგმაში, ამ სტრატეგიაში, ამ ჩანაფიქრში, როგორც ბრუკლინის ეკლესიის ნაწილს. რა ფუნქცია გაქვს იმ მიზნის მიღწევის პროცესში, იმ საქმეში, რომელიც ღმერთმა დაიწყო უთუოდ. თუ ეხაც რომ მახსენდება ხოლმე, როგორ წამჩურჩულა უფალმა, როგორ დაგეგმა, აქ მე არაფერ შუაში არ ვარ. ეს იყო ღმერთის ნება, რომ თქვენ დღეს მანდ ყოფილიყავით და ყოფილიყავით როგორც ეკლესია. არც ერთი თქვენგანი მან შემთხვევით არ ხართ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი ვერ გამოეხმაუროს ამ ხედვას და ამ გეგმას და თქვას, კაცო, მე ჩემი საქმეები მაქვს, კაია ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ წავალ დავლაგდები და მერე მოვალ და მერე მივხედავ. თუმცა იესო ქრისტემ თქვა, რომ ვისაც ხელში გუთანი უკავია და უკან იყურება, ის სათასამეფოსთვის არ გამოდგება. არ გეწყინოთ ვიღაცებს, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, ვინც იცნობს იესო ქრისტეს, ღებულობს გადაწყვეტილებას და იძახის, რომ ჩემთვის არის უმთავრესი პრიორიტეტი ვემსახურო ღმერთის მიზნის განხორციელებას ამ დედამიწაზე. თუმცა აი, როცა ასე არის ადამიანი და უწინარეს ყოვლისა, უპირველეს ყოვლისა ღმერთის ნების განხორციელებას ეძებს, წმინდა წერილი ამბობს, რომ ყველაფერი დანარჩენი რაც მას ჭირდება, მას შეემატება.
მათ ესახარების მეექვსე თავი საოცარი თავი არის ამ გამოცხადებები და ყველა მორწმუნის ცხოვრება აი ამ აღთქმებს უნდა ემყარებოდეს, რაც მეექვსე თავში წერია, იმიტომ რომ იქ წერია, რომ ჩვენს ტანსაცმელზე, სამოსელზე, სამსახურზე, სახლზე, ქონებაზე, ქორწინებაზე, ყველაფერზე არ უნდა ვდარდობდეთ და არ უნდა ვწუხდეთ. იმიტომ რომ ასე იქცევიან უღმერთო ადამიანები, ვისაც ქვია წარმართები. ჩვენ კი ყავს ზეციერი მამა და მან იცის, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვჭირდება. და შემდეგ ამბობს იესო ქრისტე, თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ეძიეთ ზეციური სამეფო და მისი ინტერესები და ეს დანარჩენი თქვენ შემოგემატება. რა თქმა უნდა, ამას რწმენა ჭირდება, მეგობრებო. რა თქმა უნდა, დადგება მომენტი, როდესაც შენი რწმენა გამოიცდება, ისევე როგორც შადრაქის, მეშეთის და ყაბედნეგოსი, როდესაც უთხრეს, რომ აი ამ ღუმელში უნდა შეგყაროთ შენ და ისინი დადგნენ ამ გამოცდის წინაშე. საკუთარ ტყავზე ეზრუნათ თუ ღმერთის ერთგულები დარჩენილიყვნენ. მათ მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სწორედ ის ცეცხლი იყო, სადაც მათ უფალი შეხვდათ. ერთი ქადაგება არის ინტერნეტში, ჩემი ქადაგებაა სხვათა შორის, ასე ქვია, ერთადერთი ადგილი, სადაც შეგხვდება ღმერთი. არც ერთი კუთხე და კუნჭული არ იყო იმ დედამიწაზე, მაშინ, სადაც ღმერთი ელოდებოდა შადრაქს, მეშეთს და ყაბედნეგოს. ეს იყო 7-ჯერ უფრო მეტად გავარვარებული ღუმელი. აი, იქ ელოდებოდა ღმერთის ძე და ამ ბიჭებმა მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. შეყვეს თავი აი ამ ცეცხლში, აი ამ გამოწვევას თვალი გაუსწორეს. იცი რა, ჩვენ შეიძლება გავიოლოთ გზები და რაღაცაზე, რაღაცა დევნაზე, რაღაცა განსაცდელზე, რაღაცა მსხვერპლზე უარი ვთქვათ, მაგრამ შენ უნდა გეშინოდეს, რომ ამ კომპრომისზე წასვლით არ გამოგეპაროს თვალთახედვიდან ის ერთადერთი ადგილი, სადაც შენ გელოდება ღმერთი. ამიტომ რაშიც არ უნდა გვატარებდეს უფალი მეგობრებო, რაც არ უნდა რთული გვეჩვენებოდეს, მოდით მაინც დავჩეთ აღთქმის ერთგულები, მივეწებოთ უფალს და მივყვეთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ის საქმე, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს ზებუნებრივი საქმეა, მეგობრებო. ეს არ არის მათემატიკურად გამოსათვლელი საქმე. აი სულ მახსენდება ხოლმე ზურიკოს დამოწმება, იქ თავისთვის ჩუმად რო იჯდა რაღაცაზე ვლაპარაკობდით კრებაზე და უფალს უთხრა რაღაცა, რომ აი უფალო თუ იზამ აბა ვნახოთ რა იქნება და რამოდენიმე დღის მერე რომ რეკავს გაოცებული და უფალმა დაანახა, რომ თურმე შეუსმენია მისი ლოცვა და ის რაც ადამიანური ძალებით მან ვერ მოახერხა, ღმერთი ჩაერია და ზებუნებრივად მოხდა ძალიან მარტივად. ასე ხდება ხოლმე. ის რაც ადამიანისთვის არის შეუძლებელი, ის ღმერთისთვის არის შესაძლებელი და ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვლაპარაკობთ გამოღვიძებაზე, ადამიანების სულების გადარჩენაზე, ფინანსურ კურთხევაზე, განკურნებაზე, რაღაცა პრობლემების და გამოწვევების მოგვარებაზე, ჩვენ გვეშინია ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენი პირველი რეაქცია რა არის, მეგობრებო? ჩვენ უყურებთ საკუთარ ძალებს. ადამიანი რო იბადება სხეულში და სწავლობს მთელი თავის ცხოვრება საკუთარი სხეულის შესაძლებლობებით ცხოვრებას. აი სანამ ფეხები გაუმაგრდება, ხელით ეჭიდება რაღაცებს. მერე ფეხი გაუმაგრდება, 10-ჯერ წაიქცევა, მაგრამ ადგება, სწავლობს სიარულს, მერე ლაპარაკს სწავლობს, წერა, კითხვას, ასე და სულ იმას სწავლობს ადამიანი, რომ საკუთარ შესაძლებლობებს, ცოდნას, ფიზიკურ უნარებს დაეყრდნოს. მაგრამ როდესაც ის მორწმუნე ხდება, ღმერთი ეუბნება, რომ მორჩა, არა შენი ძალით, არა შენი მკლავის სიძლიერით, არა შენი ფინანსური შეძლებით, არა შენი ადამიანური გამოცდილებით. შენ უნდა მოკვდე საერთოდ, უნდა დაიმარხო და აღდგე და მომცე საშუალება, რომ ის საქმეები, რომლისთვისაც მე შენ მოგიწოდე, ზეციური საქმეები, ჩემი ძალით გავაკეთო. შენ უნდა გახდე უბრალოდ ჩემი ჭურჭელი, რომელსაც მე ავავსებ ჩემი სულ. და სულ ჭიდილია ადამიანს ხორციელ შესაძლებლობებსა და სული წმინდის, სულიერი კაცის შესაძლებლობებს შორის. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა, მეგობრებო. პრობლემა როცა არის, ავადმყოფობა როცა არის, სულ იქით მიგვირვის პირველ რიგში გონება, რომ ჩვენ რითი შეგვიძლია მოვერიოთ ამას, იმიტომ რომ ამას ვართ შეჩვეული, არა და ღმერთის თვალებით რომ შეგვახედა, ღმერთი როგორ უყურებს ამ ყველაფერს. გედეონის ამბავი მინდა გავიხსენო, მონიშნული მაქვს აქ და ცოტა გადავახტები. ყველაზე მცირე რიცხოვანი ტომიდან იყო. ყველაზე მცირე რიცხოვანი ოჯახიდან იყო. ისრაელი ტყვეობაშია. ჩუმად ადგა ღამე რაღაცა ხორბალს ეხობს, რომ შეჭამოს, რომ მამამ არ დაინახოს, დედამ არ მარტომ უნდა შეჭამოს და
უცებ ღმერთი ელაპარაკება, მაგარო ვაშკაცო, შენით უნდა გავანთავისუფლო ისრაელი და უკან იყურება კაცო, ვინმე სხვა ელაპარაკება ეს. რატო ამოირჩია ყველაზე მშიშარა, ყველაზე პატარა ტომი, იმიტომ რომ ამ ადამიანს არ გაუჭირდებოდა ღმერთზე იმედის დადება, იმიტომ რომ საკუთარი თავის იმედი საერთოდ არ ქონდა. ღმერთი ასეთია. ხშირად იხენებს ისეთ ადამიანს, ვინც საკუთარ თვალში არის დამცირებული. ვინც აღიარებს, რომ არარაობაა, სოდვილია, ვინც ნებდება, რომ უძლურია. და თუ არ ნებდება, მანამდე უტევს ღმერთი, სანამ ძლიერი გონია თავის თავი, რომ იმას ძლიერი რო გონია თავი, ღმერთი აქ ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ამას ამპარტავნება ქვია, ჩვენ არ უნდა გვეგონოს ჩვენი თავები ძლიერი. იმიტომ რომ პირდაპირ წერია წმინდა წერილში, რომ ამპარტავნებს ღმერთი ეწინააღმდეგება. ნახეთ იაკობის 4:6-7. თუმცა უფრო მეტ მადლსაც იძლევა. ამიტომაც ამბობს ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება. ამპარტავნება რა არის, იცით? კაცი რო ფიქრობს, რომ თვითონ რაღაცა ღირებულება გააჩნია. კაცი რო ფიქრობს, რომ ვიღაცაზე კარგი მლოცველია, ვიღაცაზე კარგი მორწმუნეა, თუ ვინმეს რამე შეუძლია, მასაც შეუძლია. ამას ღმერთი ეწინააღმდეგება, ვერ აკეთებს საქმეს იმისგან. მაგრამ ნახეთ, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს და რა არის მადლი? მადლი არის ღმერთის ძალა. ეს არ არის მხოლოდ დაუმსახურებელი პატიება. ეს არის დაუმსახურებელი ძალა ასევე, რომ ისე მოვიქცეთ, როგორც ღმერთი მოელოდება ჩვენგან კონკრეტულ სიტუაციაში. ეს არის პატიების მადლიც და სწორად მოქცევის მადლიც. ეს მხოლოდ ნახევარი არ არის. და ვის ანიჭებს? ის ვინც აღიარებს, რომ თვითონ არ შეუძლია. ნახეთ მსაჯულებში, როდესაც გედეონმა ირწმუნა ბოლო-ბოლო, რომ ხალხი უნდა შემოკრიბოს და ისრაელი უნდა გაანთავისუფლოს, შემოიკრიბა დაახლოებით 30,000-მდე კაცი. და ღმერთი ნახეთ რას ეუბნება. მსაჯულების 7:12-ში. არა, უთხრა უფალმა გედეონ 7:2-ში. ბევრი ხალხი ყავს. რომ ჩაუგდო ხელში მიდიანელები, გაყოყოჩდება ისრაელი და იტყვის, ჩემმა ხელმა მიხსნაო. ხედავთ მეგობრებო? ღმერთს იმის პრობლემა კი არ ქონდა, რომ ისრაელი გაენთავისუფლებინა. პრობლემა ქონდა ისრაელიანებთან. 30,000 კაცი რომ მოიკრიბა, ღმერთი ხედავდა, რომ იმათი ხელით რომ გაენთავისუფლებინა, ხვალზე გაყოყოჩდებოდა ეს ხალხი, პრობლემა შეიქმნებოდა და ისევ მოუწევდა მათი ტყვეობაში ჩაგდება, იმიტომ რომ რეალურად რატო ვარდებოდა ისრაელი ტყვეობაში? გათამამდებოდნენ ხოლმე, იტყოდნენ, რომ ჩვენ ვართო და ჩვენი ნაბადიო. და პრობლემები იწყებოდა. და იცით რა მოხდა? 300 კაცი დარჩა. გაცხრილა და 300 კაცი დარჩა და დღეს მოვიძიე უბრალოდ ისტორიული ფაქტები და ბიბლიაშიც წერია და ნახეთ რა წერია აქ. მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ყველა ძე ალიებივით მოფენილიყვნენ ველზე. აღმოსავლეთის ყველა ძე. მათ აკლემებს სიმრავლისგან თულა არ ქონდათ. როგორც ქვიშა ზღვის სანაპიროზე. ასე წერია წმინდა წერილში. და 300 კაცი შედის და 300 კაცი ისტორიული ფაქტებიდან მოძიებული და ბიბლიური მონაცემების მიხედვით 300 კაცი ამარცხებს ყამალეკელთა და მიდიანელთა 125,000 კაციან არმიას. წარმოგიდგენიათ? როდესაც ღმერთი თავისი ზებუნებრივი შესაძლებლობებით ახერხებს და ერთვება თავისი ხალხის ბრძოლაში, 300 კაცი ამარცხებს 125,000 კაციან არმიას. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ღმერთის ერი ამპარტავნებაში ვარდება? როდესაც ღმერთის ერი ცდილობს ღმერთის ნება აღასრულოს თავისი ძალებით. აი გავიგე რომ ეხა ნიუ-იორკში ღმერთს უნდა რომ რაღაცა გავაკეთო და აი ყველანაირად შევეცდები და არა მცდელობა კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ის საქმე რისთვისაც მოგვიწოდა ღმერთმა მეგობრებო, ის ზებუნებრივი საქმეა და ღმერთი უნდა ჩავთოთ ამ საქმეში. აი როგორც სერფერები იმ ტალღას კი არ ეჯახებიან და კი არ ეწინააღმდეგებიან, იმ ტალღის ძალაზე ზემოდან დგებიან და ის ტალღა მათი მამოძრავებელი ძალა ხდება. შეიძლება შენ ავადმყოფობა გიტევს, შეიძლება უფინანსობა, შეიძლება უიმედობა, შეიძლება შენ თავს ვერ პოულობ. ეს ყველაფერი სულიერი გამოწვევებია, მეგობრებო.
და ჩვენ აი ამ სულიერ გამოწვევებს უნდა ვისწავლოთ, როგორ დაუპირისპიროთ ღმერთის სული. იმიტომ რომ ზებუნებრივი ძალა გვჭირდება, რომ გავიმარჯვოთ ზებუნებრივ გამოწვევებზე. ნახეთ, წმინდა წერილში წერია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ფილიპელთა 2:13-ში. რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც მისი სათნოებისამებრ. რატო ვლაპარაკობ ამაზე? იმიტომ რომ ჩვენ გამუდმებით უნდა გვახსოვდეს, რომ ზეციური მოწოდების აღსრულება ღმერთის ზებუნებრივი ძალით უნდა მოვახერხოთ. მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ღმერთის ზებუნებრივი ძალა სხვანაირად ეძახიან ცხებულებას, სხვანაირად ეძახიან მადლს, იმისთვის რომ ღმერთის საქმეები გავაკეთოთ. მაგრამ როგორ უნდა გააკეთოს საქმე, თუ ვერ დაინახე რა საქმე გაქვს გასაკეთებელი? თუ არ მოგინდა, იცი რა, შეიძლება შენ ახლა მანძი ხარ და გულში მოგდის აზრები, ეხლა რა მადარდებს თუ ძმა ხარ, რამდენი ადამიანია გადასარჩენი, ჩემი ოჯახი მყავს მისახედი. გეთანხმები. ეს ჩვეულებრივი ადამიანის ფიქრებია. მაგრამ ჩვენ როგორც ღმერთის შვილებს არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ თუ კონცენტრირებულები ვიქნებით საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე, ეს მოგვარება ან ძალიან შორს გაიქცევა ჩვენგან, ან შეიძლება პრობლემები მოვაგვაროთ, მაგრამ საკუთარი თავები დავიღუპოთ. იმიტომ რომ იესო ქრისტე ამბობს, მთელი ქვეყნიერების სიმდიდრეს რო შეიძინო, შეიძლება შენი სული დაკარგო და სულს თუ დაკარგავ, რა სარგებელი აქვს მაშინ მთელი ქვეყნიერების სიმდიდრეს? როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ღმერთმა ჩვენში ჩადოს ეს სურვილი, რომელიც მას აქვს, რომ გვინდოდეს იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც ღმერთს უნდა. აი, წრფელი უნდა ვიყოთ რა ღმერთის წინაშე. მოვდიოდი ხოლმე ეკლესიაში და ვეუბნებოდი ღმერთო, როგორ მოგატყუო ახლა რა? ხო არ დავიწყებ ღმერთო ძალიან მინდა. აი არ მადარდებს რა. არ მადარდებს ვიღაცა თუ არ გიცნობს. ჩემს გულს არ ხვდება ეს. ვერ გეტყვი რომ ღამეები ვერ ვიძინებ და რა გავაკეთო? არა და შენ ისე შეიყვარე ის ადამიანები რომ მოხვედი, განკაცდი და ჯვარზე მოკვდი მათთვის. ესე იგი მე და შენ განსხვავდებით, შენთვის რაც ძვირფასია, ის მე არ მადარდებს და რა გავაკეთო ღმერთო? არა და შენს ხატად და მსგავსად ვარ შექმნილი. მეც უნდა მადარდებდეს ეს. და მე მივხვდი რომ იესოსთან ურთიერთობა მამსგავსებს მას. შეუძლებელია დაემსგავსო იესოს, თუ მასთან ურთიერთობა არ გაქვს. შეიძლება ესეც გეზარება, მაგრამ ხანდახან აი მჯდარვალ ლოცვა მეზარება და ვეუბნები ღმერთო, როგორ მეზარება ლოცვა? მაინც და მაინც ლოცვა როცა მომინდება, მაშინ დამირეკავს ვიღაცა, მაშინ მეზარება ადგომა, მაშინ მომერევა ძილი. არ მინდა რომ ასე იყოს ღმერთო, მინდა რომ შენთან ურთიერთობა მიყვარდეს, წყუროდეს და ასე რომ ველაპარაკები ღმერთს, უკვე აღმოვა ჩემ, რომ უკვე ვლოცულობ, იცი? ჩემს შინაგან მდგომარეობაზე რომ ველაპარაკები ღმერთს, ეს არის ლოცვა. შენ ხო გაქვს გონება, რომელშიც შეგიძლია შეაფასო შენი მდგომარეობა და უთხრა უფალო, აი ისე არ ვარ როგორც უნდა ვიყო და დამეხმარე რა. ხელი მომიმართე რომ აი დავითი რო წერს როგორც ირემი მიილტვისო წყლის ნაკადულებისკენ, ისე მივილტვი მე შენი თანდასწრებისკენ, შენი ტაძრისკენ. ერთხელ მეც მაგრძნობინე რა ღმერთო, რომ ასე ძალიან მინდოდე შენთან შეხვედრა. იცით რა, ღმერთს შეუძლია ისეთ სიმებს ჩამოკრას თქვენს ემოციებში, თქვენს გულში, თქვენს მშვენიაში, ხელი რომ მასთან ურთიერთობა ყველაზე ძალიან მოგინდეთ. როგორც ზრდასრულ ადამიანებს, აი მე დიდი კაცი ვარ უკვე, ჩემი შვილები მყავს, მაგრამ ალბათ დღე არ გავა, რომ დედაჩემს არ შევეხმიანო, არ მოვიკითხო. ალბათ დღე არ გავა, რომ ჩემი შვილები არ მოვიკითხო. ჟრუანტელი კი არ მიulis ახლა ტანზე ყოველ წუთას და ელეთ-მელეთი კი არ მემართება ჩემი შვილების სიყვარულით, მაგრამ გონიერი ადამიანი ვარ და ვიცი რომ ჩვენ ურთიერთობა გვჭირდება. და ემოციებზე არ არის დამოკიდებული ჩემი ურთიერთობა ჩემ შვილებთან. ვაშენებ და ღმერთთანაც ასე შეიძლება ავაშენოთ ჩვენი ურთიერთობა. დავისახო მიზნად, რომ აი ამ 2025 წლის განმავლობაში ყოველ დილას მინიმუმ 15 წუთი დაუთმობ კითხვას და მინიმუმ 15 წუთი დაუთმობ ლოცვას. სულ ნახევარი საათია, მაგრამ ხვდები, რომ ის ღმერთი, რომელიც ზებუნებრივი საქმეების საკეთებლად მომიწოდებს,
მან უნდა ჩადოს ჩემს გულში თავისი ხედვები, მიზნები, გეგმები, რომ მეც მომინდეს იმ საქმეების კეთება. აი აქ ასე წერია, წავიკითხე წერა, რომ ღმერთი თავისი სათნოებისამებრ დებს ჩვენში სურვილსაც და მოქმედებასაც, მაგრამ ის სურვილს არ ჩადებს ჩვენში, თუ მასთან ურთიერთობა არ გვექნება. წმინდა წერილში წერია, რომ ცუდი საზოგადოებანი ყრიან კეთილ ჩვევებს. თუ შენ გექნება ურთიერთობა მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვინც დღე-დაღამე მოსაწევზე ფიქრობს, დამიჯერე რომ ადრე თუ გვიან შენც მოსაწევზე იფიქრებ. თუ გარყვნილ ადამიანებთან გექნება ურთიერთობა, ადრე თუ გვიან შენც გარყვნილი ფიქრები დაგეუფლება. მაგრამ თუ წმინდა ადამიანებთან გექნება ურთიერთობა, თუ ღმერთთან გექნება ურთიერთობა, მისი სურვილები შენს გადმოგედება. იმიტომ რომ ღმერთთან შეხება ცვლის ადამიანებს. ეს პირველი ფაქტორი. სურვილს ხოდებს ღმერთი ადამიანში, მაგრამ შეიძლება სურვილი კონდეს ძალა აღარ კომაროდეს მოქმედებისთვის. აი ძალაზე უკვე ვილაპარაკეთ. ძალა რომ ჩადოს ღმერთმა შენში. შენ უნდა მიხვდე რომ ეს ძალა ამ ძალის წყარო არის ღმერთი. და უნდა გინდოდეს მისი საქმის აღსრულება. მართლა უნდა ხედავდეს ღმერთი რომ გინდა მისი საქმის აღსრულება. იცი ხშირად საქმეს რომელსაც ღმერთი გვავალებს ჩვენ წარმოუდგენლად ძნელი გვეჩვენება ხოლმე. არა და ყველაფერი ღმერთის ხელში. ერთი ვთქვით რომ სურვილი უნდა ჩადოს ღმერთმა ჩვენში და ნახეთ აი მე ფსალმონი როგორ ლოცულობს სუფთა გულის შექმენი ჩემში ღმერთო წრფელი სული განმიახლე. ანუ სუფთა გული არ ქონდა მე ფსალმონეს. კაცი ფსალმონებს წერს და სუფთა გული არ ქონდა, თორე ხო ეთყო და რა კარგია რომ მაქვსო ღმერთო სუფთა გული. ჩვენც ასე უნდა ვთხოვოთ ღმერთს რომ მომეცი ისეთი გული შენ რო გინდა რომ მქონდეს. შენი სურვილი იყოს ჩემი სურვილი. ყოველი კეთილი მისაცემელიო იაკობის 1:17-ში წერია, ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არც სრულილებაა და არც აჩრდილი ცვალება დობის. აი, ვთხოვთ ღმერთს, რომ მისი სურვილები, ჩვენი სურვილები გახდეს და მე ვთხოვთ ღმერთს, რომ მისი თვალებით შეგვახედოს ყველა გამოწვევაზე და შეგვაძლებინოს, რომ მისი ძალით გავაკეთოთ საქმე. აი, მოსეს მაგალითი გავიხსენოთ. ჩვენ ორ უკიდურესობაში ვარდებით ხოლმე. მოსე ძლიერი იყო თავის ხალხთან შედარებით, ფარაონის კარზე გაიზარდა და იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, რომ შემდეგ ვკითხულობთ უკვე ახალ აღთქმის მონაკვეთებში, რომ ეგონაო რომ გაუგებდა თავისი ხალხი, თავისი ძალით, ესე იგი განათლებული იყო, სამეფო კარზე გაზრდილი იყო და თავისი ძალებით შეეცადა რაღაცის გაკეთებას, მაგრამ 80 წელი მოუწია, თუ 40 წელიწადი მოუწია გახიზვნა ეგვიპტელი როცა მოკლა. და როდესაც სულთლიანად დაენგრა თავისი წარმოდგენები, მერე ღმერთი ეუბნეო, რომ წამოდი ახლა ისრაელი უნდა გაანთავისუფლო და უკვე იმდენად დამცირებული იყო საკუთარ თავში. და საკუთარ თვალში, რომ მე ღმერთო, ენა ბრგვილი ვარ, ლაპარაკი მე არ შემილია, ვერავის ვერაფერი ვერ დავაჯერე, მე როგორ და მერე ღმერთი უკვე უმაღლებს რწმენას და ეუბნება, მე ვიქნები შენთან. აი ეს ბალანსი უნდა დავიცვათ. არც ისე უნდა გავთამამდეთ, რომ გვეგონოს, რომ ჩვენი ძალებით შევძლებთ ნიუ-იორკის გამოღვიძებას, მაგრამ არც ისე უნდა დავჩეჩანაგდეთ, რომ ვთქვათ, რომ ისეთი უმაქნისი ვარ, რომ ღმერთი ჩემგან ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს. ოქროს შუალედი. უნდა გახსოვდეს, რომ შენ უნდა მიენდო ღმერთს და ღმერთი რომ გეუბნება, რომ წადი და იმ ადამიანს მოუყევი ჩემს შესახებ. გეუბნება ეხა ცოტა ხმამაღალი განცდა არის. აი, სამჯერ შეხვდი ვიღაცა ქართველს მან და სულ გინდა რომ ღმერთზე უთხრა რაღაცა და სულ რაღაცის გამო თავს იკავებ. ეგ იმას ნიშნავს, რომ ღმერთი გავალებს, რომ მას გაუზიარო კეთილი უწყება. და შენ რაღაცა შინაგანი მდგომარეობების, წარმოქმნილი სტერეოტიპების და შენი ეჭვების გამო თავს იკავებ. ჯერ კიდევ გონია, რომ ჯერ კიდევ ადრეა, ხვალზე გააკეთებ. სინამდვილეში შენ ღმერთს არ ემორჩილებ. გააკეთე ის, რაც შენი გასაკეთებელია. დაუმოწმე ადამიანს, დანარჩენი ღმერთის ხელშია. შენ ვერავის ვერ გადაარჩენ. შენ შეგიძლია გაუზიარო ვიღაცას ის, რაც უკვე ღმერთმა გაგიკეთა, რაც უკვე ღმერთზე იცი და დანარჩენი იმას სულიწმინდა როგორ გააცოცხლებს მის გულში, ეს უკვე ღმერთის საქმეა. და ბევრი რო არ დაგყალოთ, ისევ გაგახსენებთ ბრუკლინის ეკლესიის დაწყებას. როგორ მოხდა? ჩემს გულში სულ ტრიალებდა, რომ აი ამერიკაში რამდენი არიან ქართველები ამერიკაში, რატო არ უნდა ვიკრიბებოდეთ?
რა ხდება, როგორ ხდება. აი ღმერთო იქნებ შევიკრიბო და ერთხელაც უკვე აღებული მაქვს დილას უნდა გავიღვიძო, უნდა დაავжდე თვითფრინავში და წამოვიდე და რო გამეღვიძა სარეცელზე ვიღაცამ წამჩურჩულა ყურში, რო ჩახვალ შეკრიბე ქართველები ნიუ-იორკში. ეს არ იყო ადვილი წარმოსადგენი ჩემთვის, მაგრამ უკვე ამდენწლიანი გამოცდილების შემდეგ, რა ვიცი, იცი, როცა უფალი რაღაცას გეუბნება, ის უბრალოდ დავალებას კი არ გაძლევს, ის ძალასაც გაძლევს, რომ იმ შენს ნათქვამს, იმ შენს შეთავაზებას ადამიანები გამოეხმაურონ, რაღაცა ადგილი გამოჩნდეს, ვიღაცა სურვილი ჩაედოს გულში რომ შეიკრიბოს და ჩამოვედი და კარგახანი ვიყავი მან 3 კვირა და აი ბოლო წამოსვლის წინ მე და ლაშას ძალისხმევა აკურთხა ღმერთმა, ლაშა 3 დღე დარბოდა, ეძებდა რაღაცა ადგილს, მე ვიღაცებს ვეძებდი, რაც შეიძლებოდა მეტი ხალხი დამემატებინა ჯგუფში და 1 წლის წინ დაახლოებით შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა და კიდევ ერთხელ დაურწმუნდი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა ძნელი გეჩვენება რაღაცა, თუ ღმერთს უნდა რომ გააკეთოს, შენ მთავარია აჰყვენ მის ფეხის ხმას. შენ მთავარია პირი გახსნა, რომ მის მიერ შენს გულში ჩადებული სიტყვები თქვა. ვიღაცა მოინახულო, რომ დაუმოწმო. ხელი გაიწოდო, რომ ილოცო, იმიტომ რომ არ იცი რომელ ლოცვას, როდის, რა ფორმით და რანაირად უპასუხებს ღმერთი. მთავარია უფალმა გითხრას და იმას ძალაც მოყვება მერე, რომ სისრულეში მოვიდეს ის. ასე რომ მეგობრებო, ეს მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის. მოდით, ეს 2025 წელიწადი დავიწყოთ მადლიერებით. ვიცი რომ ბევრმა ძალიან დიდი ტკივილი, ზოგიერთმა თქვენგანმა კიდევ უფრო დიდი ტკივილი გადაიტანა ოკეანის მაქეთ თუ ოკეანის აქეთ. ვიცი რომ გამოწვევები ბევრია, მაგრამ ეს ჩვენ ხელს ვერ შეგვიშლის რომ მადლიერები ვიყოთ უფლის წინაშე. მოვა დრო იმ ადამიანებს, ვინც დავკარგეთ დროებით, ჩავეხუტებით იგზეცაში. მოვა დრო ყველა ცრემლი შეიწმინდება, ყველა ტკივილი გაქრება. ვიქნებით ჩვენი უფლის გვერდით. ვიღაცეები უკვე ხარობენ უფალთან ერთად, ვიღაცეები რწმენით ხარობენ, მაგრამ ახლა ის დროა რომ ჩვენ სამსხვერპლოზე მადლიერების ცეცხლი არ ჩავაქროთ, მივეწებოთ უფალს და გვახსოვდეს რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც უფალმა დაგეგმა ნიუ-იორკში. ყველაფერს გავაკეთებთ როგორც ეკლესია და როგორც ინდივიდუალი მორწმუნეები. ჩვენს ცხოვრებაშიც დავიმკვიდრებთ იმ აღთქმებს, რაც ღმერთმა უშუალოდ ჩვენ მოგცა და ეკლესიის ცხოვრებაშიც მივახცევთ იმას, რაც უფალმა დაუგეგმა ბრუკლინის ეკლესიას. იმიტომ რომ ჩვენში კეთილი საქმის დამწყები დაასრულებს კიდევაც ამ საქმეს. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ როდესაც დავინახავთ ამ შესრულებულ საქმეებს, ჩვენ გვეცოდინება, რომ ჩვენ უბალოდ ღმერთმა ძალიან დიდი პატივი დაგვდო, რომ მონაწილეობა მიგვეღო ამ საქმეში, თავმდაბლობით. მაგრამ ღმერთმა დაიწყო, ღმერთმა აღასრულა ბოლომდე და მთელი დიდება იქნება ღმერთის. ისინი ჩვენგან, ვინც უფრო მალე მიხვდებიან, რომ ჩვენი როლი არის თავმდაბლობა, ღმერთზე მინდობა და ღმერთისადმი რწმენით მოქმედება, ისინი უფრო მალე და უფრო მეტად ნაყოფიერად იქნებიან გამოყენებული ამ საქმისთვის. ისევე როგორც ამ საქმისთვის, ისე პირადი კურთხევისთვის. მაგრამ ისინი, ვინც ჯერ კიდევ საკუთარ ეგოიზმთან ჭიდილში იქნებიან, მოუწევთ ცოტა წვრთნების გავლა, მაგრამ იმათაც მოიყვანს უფალი იმ შეგნებამდე, რომ ღმერთი მათი ხელიდან დიად საქმეებს მოიმოქმედებს და ჩვენ ყველანი ერთად განვადიდებთ უფალს. ამენ. უფალმა გაკურთხეთ, მეგობრებო. ეხლა ჩვენ აქედან ვილოცებთ, თქვენ მაქედან ილოცეთ, ჩავაბაროთ უფალს ჩვენი ეს 2025 წელიწადი და ჯეროდეს რომ უფლის ხელი არ დამოკლებულა, ყური არ დამძიმებულა და ყველაფერი რაც აქვს ჩანაფიქრი უფალს, ყველაფერი აღსრულდება იესო ქრისტეს სახელით. უფალო, შენ დღევანდელი დღისთვის, ჩვენი ამსახურებისთვის, მადლობა შენ 2024 წელიწადისთვის, ყველა განსაცდელისთვის, ყველა გამოწვევისთვის, ყველა ნუგეშისცემისთვის, ყოველი ლუკმისთვის, ყოველი მშვიდობიანი წუთისა და წამისთვის, ყველა ცრემლისთვის, რომელშიც ჩვენ გრძნობდით შენს მხარდაჭერას, უფალო. მადლობა ამ ახალი წლისთვის, ღმერთო. შენს ხელდგად მოგვიცია ეს ახალი წელიწადი.
შეგვაძლებინე რომ მოგეწებოთ შენ სურვილები რომელიც შენ გაქვს ის სურვილები ჩაიდოს ჩვენში ღმერთო ძალა და მადლით უზრუნველყავი რომ არა მხოლოდ სურვილი არამედ მოქმედებაც მოვაყოლოთ ღმერთო შენს ხედვას და შევძლოთ შენი საქმეების აღსრულება ამ წელს და უკუნითი უკუნისამდე და როდესაც ვიხილავთ შენ საქმეებს აღსრულებულს უფალო გვეცოდინება რომ ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა და მთელ დიდებას მოგიძღვნით შენზე ციერო მამა ახლა კი მე მოუხმობ უფალო იესო ქრისტე შენს უძვირფასეს სისხლს ბრუკლინის ეკლესიის თვითოულ წევრზე თვითოულ ადამიანზე ვინც ბრუკლინის ეკლესიის ნაწილად თვლის თავის თავს მოუხმობ შენს სისხლს უფალო იესო ჯოჯოხეთის ყოველგვარი ძალის მოქმედების საწინააღმდეგოდ ეშმაკის ყველა განზრახვის საწინააღმდეგოდ და ვთრგუნავ ტრის ყველა ძალას ყველა მოქმედებას ყველა განზრახვას ბრუკლინის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულს იესოს სახელითა და სისხლის ძალით და ვაცხადებ შენი ნების აღსრულებას ღმერთო შენი ძვირფასი სახელის სადიდებლად იესო ქრისტეს სახელით და ყველა ამინ უფალმა გაკურთხოთ მეგობრებო აი ჩვენი ლაშა აქ შეგიძლია შენც უთხრა რამოდენიმე ოისმის ლაშას ხმა მადლობა ანი ბიჭებს ყველა ვინც ეხმარებით მან ორგანიზებაში მადლობა მოკლედ და კონკრეტულად ხო? Ja, ზურიკომ ხაჭა აღმოჩნდი ესე იგი როგორც დაგპირდნენ არა? რატო ჩერზე და ჩაგერ რა ოჩი რა შეხატულა დაუგეს შეთულა რატო ჩავყვა მორჩა ჩემში მადლობა ყველაფრისთვის ბედნიერი ახალი წელი და ბედნიერი ღამე მადლობა ათი Coca-Cola ეკნება გლომად ვიცი შაფრიანი თქვილი აბა ლექსი მოგვიყევი ლაშა მაგას დაანგაუწყობა მან ყოფნა ჩავყიდეს უცხოელი დაანგაგიწყობა მან ჩამოდი მოგესალმებით კიდევ ერთხელ გელოდებით კარგი მოგონება მაქვს სახლში ლაშა არის ვიდე აბა კარგად იყავ აი აბა დაგემშვიდობები კარგად ახლა აგე